უკვე ძალიან დაცხადა ნაყინის ტორტი მოგიტანით გულს გასაგრილებლად, თანაც მარწყვით. თავდაპირველად ვიწყებთ ნაყინის მასის მომზადებას. ამან მყავს მინიმუმ 35%-იანი 1 ლიტრი ნაღები. ძალიან ბევრი თქვეფა არ უნდა მოგვიოდეს, თორემ კარაქად გადაგვექცევა. როგორც კი მასა შესქელდება და იქცევა ფაფუკ მდგრად მასად, მაშინვე ვამატებ 2 კილა შესქელებულ რძეს. მაგრამ მიქსერს აღარ გიხდები, ვურევ კოვზით. ბოლოს დავამატებ ვანილს და ნაყინი მზადაა ტორტის ასაწყობად. გამოვიყენებ ფენებად 2 ცხობილას, დავჭრით დიდი რაოდენობით მარწყვს და შევუდგები ტორტის აწყობას. პირველი ფენა ფორმაში ნაყინის მასა დავდოთ. შემდეგ 2 ცხობილა, მერე ისევ ნაყინი, მერე მარწყვი, მერე 2 ცხობილა, ნაყინი და ასე მივყვებით სანამ პროდუქტი და ფორმა გვაძლევს საშუალებას. მოვთავ ლამაზად და მივაბრძანებ საყინულში დაახლოებით 24 საათით, რომ კარგად გაიყინოს. სანამ დავჭრით, ცოტა უნდა შევალყოთ. სასწაულია, როგორი ლამაზი და გემრიელია. სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.